თემას ვაგზელეთ შემოძვირფასებულ შემდეგი ანეკდოტი მოგვაწოდა თემო ავსაჯანიშვილმა, რაზეც ძალიან დიდი მადლობა, სხვათა შორის ძალიან გემრიელი ანეკდოტია. მიხო თბილისში გოგოს დასანიშნად ჩამოდის რა. და აბა საჩუქრები, ბებიამისის ნაკონი ბრილიანტის ბეჭედი, იქ წვენი, ინდაურები, ღვინო, რამე და სუბრა რა გაშლილი იქ ცოლოურისიან მიხო აჩოკებს იწერს, კაცობს რამე და თემი დვიჟენია რა, 3-4 ჭიქა დაილია, უკვე ხასიათზე მოვიდნენ და სიმამს გადახედა. ჯეგრო ლათაო რა, 1-2 წუთი წამო მარტო გავიდე თუ კაცურად თუ ერთ-ერთზე დავილაპარაკოთ. სიმამმა ბაზარი არ არის თბილისელი როჟა რა, ემოციური მასტი. წამო შვილო რაც შემეთავი მოგიგდეს რაზე საუბარიო, გავიდნენ და მეკომ ხელი ჩამოადო რა. მამა შვილულათაო რა. აი კაცულათაო, კაცო ხო იცი ხო ყოველთვის გაუგებს. ჯეგრულად მითხარიო რა, არისო რამე ისეთი ნაკლიო რომ შენ გოგოს ააქო და ეკნებაო რა რაღაცაო რომ კაცი მაინც ყოველთვის ეტყვის. ამამ გახედა რა ვიცი შვილო როგორ გითხრაო ეხლა ჩემთვისო მომენტო ეგოაც დიდი ნაკლიო არ ვიცი ვისთვის როგორ ამ შობელძახსო პირიდან ნო კევი ვერ გავაგდებიო კევიო კაცო კევი ვერ გავაგდებიე პირიდან მიხომ გახედა ხარზე ხელი და ჩემო ახალად ჩაძენილო მამა ჩემო ეგ არაფერიო კაცო მაგაზენერიულობო ემთანო სოფელში ვირო შაუდე პირიდან ლაგამს ვაგდებიეფო და მაგარა კევს ვერ გავაგდებიეფო